სწავლეთ სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 8. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროს დამოკიდებულების გრაფიკი, საწყისი მომენტი და რა დროში იქნება გადაადგილების მოდული ნულის ტოლიო. კარგით, ამ ამოცანის სამოსახსნელად მოდით განვიხილოთ, შემოვიტანოთ X ღერძი და პირობითად დავუშვათ სადროის საწყის მომენტში. ეს ჩვენი სხეული იმყოფებოდა ამ ოწერფილში. და ეხლა შევხედოთ გრაფიკს. აი აქ არის ერთი წამი, ხო? ამ ერთ წამში ეს ჩვენი მატერიალური წერტილი თუ სხეული თუ რაც არის, რომელიც მოძრაობს, გაევლიდა აი ამ ფართობის ტოლ მანძილს. რომელიც ტოლი არის, ამის ფართობი არის 1/4-9, 2 მეტრს გაევლიდა ოღონდ მარცხნივ X ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხო? X ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს არის X ღერძი 2 მეტრი გაევლიდა აქეთ. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში 0-დან 1 წამამდე სიჩქარის მოდული გეგმილი არის უარყოფითი. შესაბამისად, სიჩქარის გეგმილი თუ უარყოფითი არის, X ღერძის საწინააღმდეგოდ ყოფილა მიმართული ეს ჩვენი სიჩქარე, ხო? შესაბამისად, გაევლიდა 2 მეტრს მარცხნივ. და შემდეგ ისევ მერე რა ხდება? დროის ტეოდრის ერთ წამ მომენტში ეს ჩვენი სხეულის უხდება სიჩქარე ნულის ტოლი და 1 წამიდან შემდეგ 9 წამამდე არის სულ დადებითი. ანუ რა მოხდარა, ესე იგი 2 მეტრი გამოუვლია მარცხნივ და შემოტრიალებულა. მოდი კიდე 1 წამის შემდეგ რამდენს გაივლის? აი ეგ დავთვალოთ. აი ამას თუ განვიხილავთ, აი ამის შესაბამის კოორდინატს. ამის შესაბამის კოორდინატი ახლა 4 რო არის, ნახაზი რამდენად სწორი არის გავარკვიოთ ახლა. შეიძლება იყოს 4, შეიძლება არც. პრინციპში 4 გამოვა, რატო გამოვა 4? გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს დიდი სამკუთხედი, აი ეს დიდი სამკუთხედი და აი ეს პატარა სამკუთხედი, აი ეს პატარა სამკუთხედი ერთმანეთის მსგავსია. მაშინ აი ეს თუ ამ სიგრძეს თუ აღნიშნავთ X-ის, მაშინ აი ეს დიდი გვერდი 8 ისე შეეფარდება X, როგორც აი ეს 2 მეტრი, 2 წამი შესაბამისი მანძილი შეესაბამება აი ამ 1-ს და აქედან ჩვენ ნამდვილად ვასკვნით, რომ X-ი ტოლია 4-ის. ანუ აი ეს კოორდინატის შესაბამის ყოფილა აი ეს 4. და რატო დაგჭირდა ახლა ამის გამოთვლა? სიმაღლე, ესე იგი, აი ამ პატარა სამკუთხედის გამოგვდის 4-ის ტოლი. და აი მის ფართობი რა იქნება? ზუსტად სიმეტრიული არის, შესაბამისად 1/4-9-ია, 2 არის ესეც. ოღონდ დადებითია სიჩქარე. თუ დადებითია სიჩქარეს, აი ამ წერტილში მოტრიალებულა ეს ჩვენი სხეული და კიდე აქეთ გამოუვლია 2 მეტრი. ანუ აქედან დაიწყო და აქვე დაამთავრა მოძრაობა 2 წამში. შესაბამისად, გადაადგილების მოდული ნულის ტოლი ხდება ზუსტად, ეს არის T1 1 წამი გავიდა აქ და აი აქ რომ მოვიდა პირველად. იყო T2 2 წამი, შესაბამისად 2 წამში გადაადგილების მოდული ამ ჩვენ სხეულს გაუხდებოდა ნულის ტოლი. 2 წამი, პასუხი B.